გუშინ 12 დეკემბერს ისრაელმა ღაზის სექტორზე მიიტანა საჰაერო იერიში. დაიჭრა ათობით პალესტინელი, 25 კი დაიღუპა. ორი საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დაწესებულებაში გადაიყვანეს იმ დაღუპულთა ცხედრები, რომლებიც ნუსეირათის სულტოვილთა ბანაკზე მიტანილ საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ. პალესტინელი ექიმების თქმით, ორივე საავადმყოფოში 40 ბავშვი მკურნალობს. საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც რამდენიმე საათით ადრე ჯეიკ სალივანმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. ისრაელი მიზნად ისახავს გაანადგუროს ჰამასი, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელს თავს დაესხა, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, 250 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმებს 44800 პალესტინელი შეეწირა.